ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ამოქმედება სულ ორჯერ მოხდა. უნგრეთის ლიდერი სიკვდილით დასაჯეს. პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი ყველანი ნატოში გაწევრიანდნენ. 1991 წლის ივლისში ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია, იგივე ვარშავის პაქტი, სამხედრო ალიანსი, რომელიც საბჭოთა კავშირმა ნატოს ანალოგიით და მის საპირწონედ შექმნა, დაიშალა. წლის ბოლოსთვის მას თვითონ საბჭოთა კავშირიც მიყვა. რამდენიმე წელიწადში ვარშავის პაქტის ყოფილმა წევრებმა ნატოში გაწევრიანება გადაწყვიტეს და გაწევრიანდნენ კიდეც. იმისაც რომ გავიგოთ თუ რატომ დაიშალა ვარშავის პაქტი და რატომ გადაწყვიტეს მისმა წევრებმა ერთ დროს მტრულ ბლოკში, ანუ ნატოში გაწევრიანება, საჭირო გავიხსენოთ თუ რა განასხვავებდა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციას ნატოსგან. ვარშავის პაქტი 1955 წელს შეიქმნა. თითქოს და როგორც თავდაცვითი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია ნატოს ანალოგი. თუმცა სინამდვილეში ვარშავის პაქტის ამოცანა იყო არა წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ ამ ქვეყნებში საბჭოთა კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმის დაცვა. ვარშავის პაქტის საშუალებით საბჭოთა კავშირის მიზანი იყო არ დაეშვა საკუთარი გავლენის სფეროდან აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების გასვლა და ამ ქვეყნებში თავისუფალი, დემოკრატიული, არაკომუნისტური გზის არჩევა. ამ შეხედულებას ფაქტები ამყარებს. ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ამოქმედება სულ ორჯერ მოხდა. ოღონდ ამავე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, როცა მათ ორგანიზაციის დატოვება განიზრახეს. პირველად ეს მოხდა უნგრეთში. 1956 წელს, როცა საბჭოთა ტანკებმა სისხლში ჩაახშვეს უნგრელი ხალხის მისწრაფება საბჭოთა ტოტალიტარიზმისგან განსხვავებული გზა აერჩია და უნგრეთი ავსტრიის მსგავსად ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოეცხადებინა. უნგრეთის ლიდერი და სხვათა შორის კომუნისტი იმრე ნაგი მათ სიკვდილით დასაჯეს და 2000 ადამიანზე მეტი მოკლეს. მეორედ ვარშავის პაქტის ამოქმედება 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში მოხდა, როცა ბლოკის ჯარები ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოში ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრნენ და ზომიერი რეფორმების განხორციელების მცდელობა, რომელსაც ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის ზომიერი ლიდერი ალექსანდრე დუბჩეკი ედგა სათავეში, სისხლში ჩაახშვეს. ამ რეპრესიულ რეალობასთან მკვეთრ კონტრასტს ქმნიდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ნატო, რომელიც საერთოდ დემოკრატიულ ფასეულობებს და ინტერესებს ეფუძნებოდა. ნატოს მთავარი ამოცანა იყო აგრესიული საბჭოთა კავშირის შეკავება და ევროპაში დემოკრატიული ქვეყნების დაცვა ტოტალიტარიზმისგან. ნატო საკუთარ წევრებს თავს არასდროს დასხმია. ნატოს წევრი ქვეყნები წარმოადგენენ დემოკრატიულ ქვეყნებს, სადაც საბჭოთა გავლენის სფეროსგან განსხვავებით იყო დემოკრატიული წესწყობილება, სიტყვის თავისუფლება, კანონის უზენაესობა და რაც მთავარია, იმართებოდა არჩევნები და არჩევნების გზით იცვლებოდა მთავრობები. ვარშავის პაქტის სივრცეში, ანუ საბჭოთა გავლენის სფეროში, არ იყო არც არჩევნები, არც ადამიანის უფლებები, არც კანონის უზენაესობა, მხოლოდ მოსკოვის დიქტატი და ლენინის პორტრეტები. საბოლოო ჯამში 1980-იანი წლების ბოლოს ვარშავის პაქტის წევრ ქვეყნებში დაწყებული სახალხო წინააღმდეგობის ტალღის, ეგრეთ წოდებული ხავერდოვანი რევოლუციების შედეგად კომუნისტური რეჟიმები ერთი მეორის მიყოლებით დაემხო. პოლონელების, ჩეხების თუ უნგრელების თვალში კომუნისტური სისტემა სრულიად გაკოტრდა. მას არ შეეძლო არც კეთილდღეობის, არც მშვიდობის, არც თავისუფლების მოტანა. ეს ყველაფერი შეეძლო მხოლოდ ნატოს. სწორედ ამიტომ, როცა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია დაიშალა და მის წევრ ქვეყნებს საკუთარი მომავლის თავად განსაზღვრის შესაძლებლობა მიეცათ, მათ მშვიდობის, თავისუფლების და კეთილდღეობის მთავარ გარანტორს ნატოს მიაშურეს. პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი თუ საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებული ბალტიის ქვეყნები ყველანი ნატოში გაწევრიანდნენ. დღეს ვარშავის პაქტი აღარ არსებობს. ნატო კი ისტორიაში ყველაზე მტკიცე და ძლიერ სამხედრო ალიანსად და წევრებისთვის მშვიდობის და კეთილდღეობის გარანტორად რჩება.